და ჩვენი რუბრიკის დილის კულინარიული მასტერკლასის ფარგლებში მოგზაურობას უკვე დუშეთში, კერძოდ კი სოფელ ბაგაში ვაგრძელებთ. ამჯერად ჩვენი მასპინძელი თიკა როსტიაშვილია ის ბროწეულის ბაჟის მომზადებას გვასწავლის. ზუსტად იმ რეცეპტით, როგორც მას ბებომ ასწავლა. როგორ მოვამზადოთ ბროწეულის ბაჟი? კერძი, რომელიც შემოდგომას განსაკუთრებით უხდება, აი ამას უკვე გვანცა ჩარგაზიასა და გიორგი კეთიას სიუჟეტიდან გავიქებთ. დილამშვიდობისა საქართველო, მოგესალმებით მზიანი დუშეთიდან. ვიმყოფებით სოფელ ბაგაში, კერძოდ ჩემს ულამაზეს ეზოში და მოვამზადებთ დიდი ბებიის რეცეპტით ბროწეულის ბაჟეს შემწვარ ქათამთან ერთად. ამ კერძს ყოველ შემოდგომას ჩემი დიდი ბებია გვიმზადებდა, სწორედ მისგან მაქვს ეს რეცეპტიც. კერძის მოსამზადებლად დაგვჭირდება, რა თქმა უნდა, ნიგოზი, ქინძი, ბროწეული, ნიორი, ცოტა წიწაკა გემოვნებით და შემწვარი ქათამი. პირველ რიგში დავჭრათ ქათამი და გავამზადოთ ბაჟესთვის. ქათამი დავჭრათ სასურველ ნაჭრებად, გავაცალკევოთ. ქათამი დავჭერით სასურველ ზომებად, გადავიტანთ კედზე და შევუდგებით ბაჟის მომზადებას. გადავიდეთ ბაჟის მომზადებაზე, ბლენდერში გადავიტანთ ნიგოს. მართალია ჩვენს ბებოებს მსგავსი საშუალება არ ქონდათ, რომ გაემარტივებინათ მომზადების პროცესი, თუმცა ჩვენ მოდით გავიმარტივოთ და დავაბლენდეროთ ნიგოზი. 400 გრამი ნიგოზი უკვე მოვათავსეთ ბლენდერში, ახლა დროა გადავიდეთ ნივრის გარჩევაზე და დაგვჭირდება 4-5 კვილი ნიორი, რომელსაც შუაზე გავჭრით და ისე მოვათავსებთ ბლენდერში. ნიორიც გადავიტანოთ ბლენდერში, დავუმატოთ მარილი გემოვნებით. ასევე დავუმატოთ წიწაკა გემოვნებით და გადავიდეთ ქინძის ღერების დანაყვაზე. მხოლოდ ძირებს დავნაყავთ და მის წვენს გამოვიყენებთ კერძში. იმისთვის, რომ კარგად დაინაყოს ქინძის ღეროები, ცოტა მარილსაც დავუმატებ მას. ქინძის ღეროები დანაყულია, ახლა ამოვიღებ მას და გადავწურავ ბლენდერში. ასე გამოიყურება დანაყული ქინძი, რომელიც აი ასე უნდა გაიწუროს. ახლა დავამატებთ 200 გრამ წყალს და გადავალთ უკვე ბროწეულის წვენის გამოწურვაზე. დაგვჭა ბოლო ეტაპი, რომელიც ბროწეულის წვენის გამოწურვას გულისხმობს და აუცილებლად უნდა ავღნიშნო ეს საწური, რომელიც ჩემი დიდი ბებიისგან გადმომეცა სამახსოვროდ. სწორედ ამაში გამოვწურავ ბროწეულის წვენს. კერძისთვის დაგვჭირდება დაახლოებით 4-5 ცალი ბროწეული, დაახლოებით უნდა იყოს 9 ლიტრა წვენი ბროწეულის, რომელსაც დავჭრით ჩემ შემთხვევაში, რადგან ასეთ ბროწეულის საწურს ვიყენებ ჭრი მაქსიმალურად პატარა ზომებად ბროწეულს, გადამაგ საწურში და ხელის მარტივი მოძრაობით გამოვწურავ წვენს. მსგავსი საწური ვისაც არა აქვს სახლში, შესაძლებელია ბროწეული დაბლენდერდეს და მერე კარგად გაიცრას, რომ მხოლოდ წვენი გამოვიდეს ბროწეულიდან და არა მისი კურკები. ბროწეულის წვენი გამოვწურეთ, თუმცა მანამდე დავაბლენდერებთ ბაჟეს და დაბლენდერებულ ბაჟეს დავასხავთ ბროწეულის წვენს, რადგან ბროწეულის წვენი დაბლენდერების დროს ქაფს გამოყოფს, რომელიც არ უხდება ბაჟეს. დავაბლენდერებთ ნიგოს ერთიან მასამდე.
ნიგვზის მასა დავაბლენდერეთ და აი ასეთი კონსისტენციის უნდა მივიღოთ, სქელი უნდა იყოს თავიდან, სანამ ბროწეულის წვენს დავამატებთ. ბროწეულის წვენის დამატების შემდეგ გათხელდება უკვე და მივიღებთ ბაჟეს. ნიგვზის მასას გადმოვიტანთ ცალკე ჭურჭელში. დავამატოთ ბროწეულის წვენი და ნელ-ნელა გავათხელოთ ბაჟა. კარგად მოვურევთ, რომ კარგად გაერთიანდეს ერთმანეთში წვენი და ნიგოზი და მხოლოდ ამის შემდეგ მოვასხავთ ქათმის ხორცს. მოვასხავთ ახლა შემწვარ ქათამს ჩვენი ბროწეულის წვენი. ჩვენი კერძით მომზადდა, მოვამზადეთ ბროწეულის ბაჟე შემწვარ ქათამთან ერთად, რომელიც განსაკუთრებული არომატებით გამოირჩევა. ბროწეულის წვენი განსაკუთრებით უხდება ბაჟეს და ასევე მოვამზადეთ ღომი, რომლის გარეშეც ბაჟე წარმოუდგენელია. ეს კერძი ჩვენს ოჯახში გამორჩეული კერძების სიაშია, რომელსაც ყოველ შემოდგომას ვამზადებთ ხოლმე, იმიტომ რომ ამ სეზონს განსაკუთრებულად უხდება. კერძის მომზადებას ძალიან ცოტა დრო სჭირდება, დაახლოებით 9 საათი, ამიტომ იმედი მაქვს თქვენც მოამზადებთ ბროწეულის ბაჟეს ჩემი რეცეპტით. მადი საღწრელი იყო. გემრიელი იყო დუშეთში, ღომით უკეთდებოდა, რას ვიფიქრებდი, ხედავ შენ, მაგრამ სადაც ბაჟე, იქაც ღომი ნამდვილად და ბროწეულის ბაჟი არის ალბათ ის პიკანტური ბაჟე, რომელიც მე ჯერ არ გამისინჯავს და ძალიან დავინტერესდი. გამორჩეული არომატი ექნება და მადლობა ბებოს პირველ რიგში, რომ დაგვიტოვა რეცეპტი. და ბებოების გამგზელებელ შვილიშვილებს და შვილებს, რომლებსაც მოაქვთ ეს ინფორმაცია დღევანდელ დღემდე.